დღეს ინასარიძის ქუჩაზე ამაღლების სკვერი გაიხსნა. სკვერი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მისი კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 72,112 ლარი გამოიყო, თუმცა გაწეული ეკონომიის შედეგად სულ 60,000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გაზონი, ფილები, განახლდა ბორდიურები, დაიდგა სკამები და დეკორატიული ურნები. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მონოლითი 2005-მა ჩაატარა. ბათუმის მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობის შედეგად ინასარიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა. ინასარიძის ქუჩაზე მერიის მიერ დაგეგმილი იქნა არსებული სკვერის განახლება, კეთილმოწყობა, ახალი ბორდიურების მოწყობა, ფილების დაგება, ბოლნისის ჯვრის დადგმა, მერიის გადაწყვეტილებით და საპატრიარქოსთან შეთანხმებით ეკურთხა ეს სკვერი, ბოლნისის ჯვარი ეკურთხა და ეწოდა ამაღლების სკვერი. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 75,000 ლარს დაახლოებით, ხოლო ფაქტურად შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა 64,000 ლარი. ეს სკვერი არის აქაურებისთვის ძალიან საყვარელი ადგილი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ადგილას ესეთი ლამაზი ხელოვნების ნიმუში დაიდგა. და ეს არის ძალიან ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ასლი და საერთოდ ძალიან კარგი იქნება მე როგორც მხატვარი ვემხრობი რომ უფრო მეტი ძეგლი დაიდგა ჩვენ ქალაქში, მეტად გაიცნონ ბათუმელებმა ჩვენი მხატვრები და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ქალაქი უფრო და უფრო დამშვენდება.